გადმოვდივართ სტუდიაში სალომე სამადაშვილი, შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, ასევე პარლამენტის წევრი, ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის, არის ჩვენი სტუმარი. ქალბატონ სალომე, გკითხავთ რა მოლოდინით მიხვედით და რა შთაბეჭდილებით წამოხვედით, ეს კითხვა მქონდა ჩემს წინა სტუმართანაც, თუმცა ბევრი ვილაპარაკეთ ძალიან ზოგად რაღაცებზე და მე უკვე გადავიდეთ კონკრეტიკაზე, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, შერიგების, თანხმობის, სამართლიანობის შესახებ. რეალურად მოქმედებაში რას ნიშნავს თქვენი აზრით? თუმცა მანამდე გითხარით მოლოდინი და რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი ამ შეხვედრამ? ანუ ახლა მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი რომ რაღაც მოლოდინი მქონდა და ეს მოლოდინი გამართლა, ცოტათი ზედმეტი, ასე თქვა, თავაზიანობის გამო მიხვედით თუ რატომ მიხვედით? იცით რა, მე მივედი პირველ რიგში იმის დასაფიქსირებლად, რომ მომწონს მისი ინიციატივა იმის შესახებ, რომ მას აქვს სურვილი თავის პოლიტიკური რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ რაღაცა პროცესი მართლაც ქვეყანაში დაიწყოს, რომელიც ამ უკიდურეს პოლარიზებას, თუ არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით, პოლარიზებას, რადგან ეძახიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ჩვენს გამოვიყენოთ იგივე ტერმინი, თუ არ ასე ვთქვათ, დაანგრევს, შეამცირებს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს სჭირდება ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად, მაგრამ თავისთავად მე შემიძლია გითხრათ, რომ მე არ შემაქვს ეჭვი სალომე ზურაბიშვილის სურვილში, რომ განხორციელდეს მისი იდეა, მაგრამ ახლა ცხადია, რომ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც აკეთებს ქართული ოცნება, მათ შორის გუშინ რა განცხადებებიც გააკეთა, ვერ ვიტყვი, რომ აქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ამ პროცესს, ასე ვთქვათ, რა გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ ეს არ არის დამოკიდებული, ხო, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტზე, ეს არის დამოკიდებული ასევე სხვა მოთამაშეებზე და ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, ასე ვთქვათ, შეუძლია თუ არა მას არსებობა ამ პოლარიზების გარეშე. მე უბრალოდ მაქვს განცდა, მათ შორის თქვენთან მოვდივარ პარლამენტის ხდომიდან, სადაც იუსტიციის მინისტრმა თვალყური როგორ დამთავრდა იუსტიციის მინისტრთან დებატები. მე გავიმეორებ იმას, რაც უთხარი იუსტიციის მინისტრ უმრავლესობას პარლამენტში, რომ ამ ხალხს აქვს იდენტობის პრობლემა. მათ არ იციან ვინ არიან თუ არა ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეები და როდესაც სხვა იდენტობა არ აქვს პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, რაღაცა გუნდს, იქ დეპოლარიზაციაზე საუბარი არის რთული, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არ იციან სხვანაირად რა არის მათი დღის წესრიგი, ვინ არიან საერთოდ იციან, ერთადერთი რომ არიან, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მტრები ნაციონალური მოძრაობის. მეტი იდენტობის განცდა არ აქვს ქართულ ოცნებას. და შესაბამისად ახლა თუ არ და როგორ უნდა მოხდეს ეს გადაფასება იმის რომ ამ ადამიანებმა სხვანაირად დაიწყონ აზროვნება, მე ეს არ ვიცი. ეს ვნახეთ ჩვენ მათ შორის კობახიძის განცხადებებში გუშინ, რომელიც გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ. ამიტომ ერთია რა სურს პრეზიდენტს, მეორე არის რა რეალობა არის ქართულ ოცნებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან ვფიქრობ, რომ ვისაც მიგვაჩნია, რომ მართლაც ქვეყანას სჭირდება რაღაცა სხვა რეალობა პოლიტიკური ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღოთ მიუხედავად იმისა, სკეპტიკურად ვართ თუ არა განწყობილი. მე ესე ვფიქრობ. რა უნდა პრეზიდენტს, პრინციპში პრეზიდენტის სურვილი და ამბიცია ალბათ არის ერთი, იმიტომ რომ ბუნებრივია, ის ალბათ არის პატრიოტი, არის შესტკივა ალბათ ქვეყანაზე გული და მინიმუმ უნდა რომ რაღაც წვლილი შეიტანოს, ეს ერთი ნაწილი, მაგრამ ამბიციაც აქვს მას, რომ რაღაც შეცვალოს, რაღაც წვლილი შეიტანოს, მაგრამ რამდენად არის რეალობა გარდა ქართული ოცნების თანხმობისა ან უარყოფისა, ზოგადად სალომე ზურაბიშვილი, უარყოფითი დამოკიდებულებისა, სალომე ზურაბიშვილი არ არის ყველაზე ესეთი კონსენსუსური ფიგურა, ხო? არ არის ის ფიგურა, რომელიც იზიდავს და აერთიანებს ადამიანებს და რაღაცა აქამდე სულაც პირიქით იყო მოკლედ ბევრ პროცესში განიზიდავდა უბრალოდ აი შარლ მიშელის დოკუმენტზე მუშაობის დროს ის აღმოჩნდა რაღაც პროცესების შუაგულში და გარკვეული როლი შეასრულა, თუმცა ალბათ უფრო ფორმალური. რამ შეიძლება ის აქციოს გავლენიანად აი ამ პროცესში, მხოლოდ ქართული ოცნების მხრიდან ამ პროცესის აღიარებამ და სალომე ზურაბიშვილის როლის აღიარებამ, თუ სალომე ზურაბიშვილს ეს ნაბიჯები გადაადგმევინა ცოტა სხვა მხარდაჭერამ და სხვა კონტექსტმა, როგორც არის მაგალითად დასავლეთის
გულშემატკივრობა ამ პროცესის მიმართ. ხო, ნუ ახლა დასავლეთს რაც შეეხება ჯერ ამაზე ვისაუბრებ. ერთი რომ არანაირი სურვილი აღარ არის დასავლეთში რომ უშუალოდ ისინი ჩაერთონ რაიმე სახის შიდა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ უკიდურესი გულაცრუება პირდაპირ ვთქვათ იმ ვითარებით რაც შეიქმნა მიშელის პროცესთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში. როგორც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ასევე ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი რამე გააკეთეს ამ დოკუმენტთან მიმართებაში. ამიტომ დღეს პირდაპირ რომ გითხრათ, არანაირი რესურსი არ არის, რომ ვინმე დასავლეთიდან ეს რაღაცა მოლოდინიც არის ხშირად მესმის, რომ აი დასავლეთი არაფერს არ იზავს ეს დასავლეთი, იმიტომ რომ მათ მილიონი სხვა პრობლემა აქვს და ცადეს უმაღლეს დონეზე ჩაერთვენ აქ პოლიტიკურ პროცესში და ნახეს, რომ შედეგი არ გამოიღო. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი მე ვფიქრობ, რომ ხედავს იმას, რომ ჩვენ დღეს, ასე ვთქვათ, შიგნით თუ იქნება, ჩვენ თუ ვაჩვენებთ, რომ გვაქვს პოტენციალი, როგორც არ ვიცი, საზოგადოებას, ხო, ესე ვთქვათ, საზოგადოებას აქვს, ჩვენ საზოგადოებას რაღაცა პოტენციალი, რომ აი ეს პროცესი თავად წარმართოს, ამისი მხარდამჭერა იქნება დასავლეთიდან, გვესმის უკვე მხარდამჭერი განცხადებები. მაგრამ ის რომ ამას რაღაცა უშუალოდ ვიღაცა ისევ ჩამოვა აქ დაგვეხმარება ეს აღარ იქნება ღიად არ ჩაერევიან ამ პროცესში არასოდეს ეს მათგებსების საკითხია უკვე ბოლო-ბოლო რა თქმა უნდა და ამას ხედავს ვფიქრობ სალომე ზურაბიშვილი და ეს ცხადია ფაქტორიც არის და მეორე მე ვფიქრობ რომ მან გუშინ რაც თქვა გულწრფელი მე არ შემაქვს ყოველ შემთხვევაში ეჭვი გულწრფელობაში ამ სიტყვების რომ თქვა რომ დამჩა 3 წელიწადი 3 წლის შემდეგ მე მივდივარ, აღარ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიციები და საბოლოო ჯამში, რა ვიცი, ალბათ ყველა ადამიანი ფიქრობს რა დარჩება მის შემდეგ, ხო? ანუ მით უმეტეს, როდესაც ხარ საქართველოს პრეზიდენტი, როგორ დარჩება ისტორიაში? რა რჩება შენს შემდეგ ისტორიაში და მას მართლაც ისტორია მისცა შანსი, ეხლა ჩემი აზრით, რომ ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. აი რა როლი შეუძლია მას? ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ქალბატონ სალომე, აი შერიგება, თანხმობა, სამართლიანობა, ასე შემდეგ და როცა ასეთ ხმამაღალ და დიად მიზნებს და ამოცანებს ასახელებენ და ეს სიტყვებს ამბობენ, აი მაშინ სულ სკეპტიციზმი და ცოტა ირონიაც მიჩნდება ხოლმე. ამიტომ მე მირჩენია ხოლმე ითქვას კონკრეტული ამოცანა, რომლის გადაჭრასაც ჩვენ ვაპირებთ. მაგალითად თანხმობა, როგორ შეიძლება მოხდეს თანხმობა არ მესმის და სალომე ზურაბიშვილი ალბათ შემდეგ უკვე განმარტავს ამაზე, იმიტომ რომ თუ სამართლიანი სასამართლო არ იქნა, როგორ შეიძლება იყოს თანხმობა და მშვიდობა და შერიგება, როცა ქართულ ოცნებას შეუძლია დაიჭიროს ხვალ ნებისმიერი პოლიტიკოსი, მედია, მიუსაჯოს სამართალივე სასამართლოში და ასე შემდეგ, ხო? აი ამიტომ კონკრეტული დატვირთვა, როდესაც ჩაისხას ამ შინაარსში, უბრალოდ ფორმაში შინაარსი, როდის და როგორ უნდა ჩაისხას ასე ვთქვათ და როდის პროცესი, იმიტომ რომ რთულია ნამდვილად თანხმობა. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად იგივე მიშელის შეთანხმებაში ჩადებული ამნისტია, რომელიც იყო ძალიან წინააღმდეგობრივი საკითხი, ხო? იმიტომ რომ დიახ, შეიძლება ვიღაცა თანახმა ამ გადაფურცლაზე, ამ ასე ვთქვათ, ფურცლის, მაგრამ ვიღაცა არ არის და აქ ბევრად უფრო სერიოზულ საკითხებზეა საუბარი, იმიტომ რომ ვიღაცას მიაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის აპატიმრებული და ვიღაც სხვანაირად ფიქრობს, ხო? ამიტომ ან სხვა თემებზე, სხვა პიროვნებებთან თუ ზოგადად მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს პროცესი არის რთული პროცესი. მე არ ვფიქრობ, რომ აქ სწორი იქნება, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ამ პროცესის დისკრედიტირება ეხლა იმით ვთქვათ, რომ აი რატო ხვალანზე რაღაცა შედეგი არ იქნება. თუმცა მე მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში აი ეს ასე ვთქვათ, ეხლა ძალიან როგორ გითხრათ ესეთი რაღაცნაირი იდეა, ხო? ეს არის იდეა საკმაოდ ზოგადი, თეორიულიც კი ამ ეტაპზე ჩემთვის. როდესაც ამისი გარდაქმნა მოხდება რაღაცა უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმად, კონკრეტული არქიტექტურა შეიქმნება ამ პროცესის, მე მიმაჩნია, რომ ამ სამუშაო პროცესში კომპონენტები უნდა გამოიყოს, რომელ კომპონენტებზე მუშაობთ და ეს კომპონენტები უნდა დაალაგდეს იმის და მიხედვით, თუ რა შეიძლება იყოს მიღწეული უფრო სწრაფად, რა სჭირდება უფრო მეტი დრო, იმიტომ რომ თავიდანვე ჩვენ თუ არ ასე ვთქვათ, პროცესში არ დავიწყეთ რაღაც შედეგების დადება, ხო, აი კონკრეტული შედეგები. მაგალითი გითხარით, რომ ზოგადი საუბრით ყველა დავიღალეთ. აი თქვენ ალბათ იქნებით ერთ-ერთი არქიტექტორი, ჩაერთვებით ალბათ ამ პროცესში თქვენი თუნდაც წარსული გამოცდილებიდან და დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და ალბათ გექნებათ რაღაცა კონკრეტული შეთავაზებები.
ხედავთ როგორ ჩანს ხო რაღაც კონკრეტიკას. აი გითხარით მაგალითი, აი ერთი ან ორი მაგალითი გითხარით. ხო, ну ახლა მე ვფიქრობ, რომ ალბათ ესე რაღაცნაირად საბოლოო ჯამში ალბათ არ არის ჯერ ამ ეტაპზე სწორი, რომ ჩვენ ყველამ რაღაცა ჩვენი იდეები ვისაუბროთ, არა, უბრალოდ მაყურებელმა და მეც რომ დავინახოთ, რაზე შეიძლება იყოს საუბარი, აი თუნდაც რაღაცა ჰიპოთეტური მაგალითი მოიყვანეთ, რომელსაც სინამდვილეში არ დააყენებთ, მაგრამ აი მაგალითად. მე შემიძლია გითხრათ ზოგადი თემები, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ერთი თემა ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თემა, ხო, რომელიც არის მთავარი განხეთქილების ვაშლი, თუ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ დილას შენ გიწევდეს სასამართლოზე სიარული და საღამოს ისჯდე მოლაპარაკებების მაგიდასთან ადამიანთან, რომელიც შენ დაჭერას აპირებს, ხო, პოლიტიკური мотиваციით. ამიტომ ალბათ მთავარი და ყველაზე მძიმე თემა ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. აქ მე ასე ვთქვათ, შეიძლება ჩემი მოსაზრებები მქონდეს და ეს მოსაზრებები სხვა შორის დღემდეც გამიჟღერებია, მათ შორის იგივე პრეზიდენტთან მიმართებაში რა შეუძლია მას გააკეთოს საკუთარი საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენების თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, პროცესს მისცეს ძალიან მძლავრი იმპულსი გულისხმობს შეწყალების მექანიზმს, რომელიც მას შეუძლია რომ გამოიყენოს. მაგრამ ეს მხოლოდ ესეც არ არის ხო საკმარისი, იმიტომ რომ ეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თემა არის შეეხება არაერთ ადამიანს, მათ შორის მიმდინარე საქმეებს, სადაც არ არის ჯერ გამოტანილი შესაბამისი განაჩენი, ეს იქნება ყველაზე რთული, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორ გითხრათ, აი გასაღები თემა, ხო? ამასთან დაკავშირებით რაღაცა ჩარჩოს შექმნა შეთანხმების. მეორე ეს არის თამაშის წესები. იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შევცვალეთ თამაშის წესები და ყველაფერი დარჩა ისე, როგორც ჩვენ ასე ვთქვათ, დღემდე გვინახავს, ну იქნება იგივე შედეგი. თუნდაც არც იმის არ მჯერა მე ნინო, რომ აი როდის ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს და მაშინ რატო იქნება ვადამდელი არჩევნები თუ ჩაინიშნა? მხოლოდ რა შეცვლის ეს? ვადამდელი არჩევნები ისეთივე როგორც ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ან უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები რა შულების მომტანი იქნება? ჩიხია, უყურეთ თქვენ შალმიშელის შეთანხმებაში ხელი მოაწერეთ და ბევრი პარტია აღფრთოვანებული იყო, რომ აი იცვლება საარჩევნო კოდექსი, ჩვენ გვექნება ბრწყინვალე არჩევნები და თითქოს ეს არჩევნები უნდა ყოფილიყო ბრწყინვალე, ამიტომ მოაწერეს პარტიებმა ხელი, შევიდნენ, შეცვალეს კანონმდებლობა და ისევ მივიღეთ კატასტროფული არჩევნები. მაშინ უკვე ვეღარ ხვდები აი სულ ჩიხის განცდა მუდმივად, ხო? ანუ რა შეიძლება იყოს, რაზეც დასხდებით და შეთანხმებას დაიწყებთ. მერე გვეცოდინება რომ როიტყვის ხალხი რომ აი ეს არის მიზანი და აი ამაზე თუ შევთანხმდით ყველაფერი კარგად იქნება. Ну, მე აღმოჩნდება რომ ესეთი რამე არ არსებობს ჯერ ესეთი ამაზე ესეთი მოლოდინი არ არის, მაგრამ აი კარგი არჩევნების იმედი შეიძლება გქონდეს მაგალითად, ხო? ან სასამართლო, აი თუ ეს გაკეთდა და შევთანხმდით ამაზე და ამაზე, სასამართლოს პრობლემა მოიხსნება. აი არ ვიცი, როგორ უნდა იმუშაოთ აი ამ პროცესში. არა, შეუძლებელია ესეთ პროცესს ვინმე თუ შეპირდება საზოგადოებას მოატყუებს. მე არავის არ შევპირდები, რომ ხალხსამართლიანი სასამართლო იქნება. აბა რაზე უნდა შერიგდეთ და შეთანხმდეთ? ხო, ამაზე უნდა ვისაუბროთ, რაზე შეიძლება რომ შევრიგდეთ და შევთანხმდეთ. ჯერ ეს არის, ამას ვამბობ, მე დღის წესრიგი, როცა ვამბობთ, რომ უნდა განისაზღვროს, ეს ერთია, მაგრამ მეორე არის სკეპტიკური განწყობა, ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინც რაც აქვთ ადამიანებს და მათი მესმის, მე აბსოლუტურად კი არ ვადანაშაულებ ვინმეს, რომ თქვას, რომ ну, რაზე შეიძლება რომ საერთოდ შეთანხმდე. კი ბატონო, ამ განწყობის აბსოლუტურად მესმის, ოღონდ ყოველთვის ამ ადამიანებს თქვა, რომ მაშინ თქვენ როგორ ხედავთ, ანუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? ანუ ვართ ამ ვითარებაში, რაშიც ვართ. არის ესეთი მდგომარეობა, არსებობს ასე ვთქვათ, ინიციატივა, რომ ჩვენ დავიწყოთ დიალოგი, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ვიღაც ამბობს და მე არ ვადანაშაულებ ამ ადამიანებს, რომ ამ დიალოგს აზრი არ აქვს, არანაირი შედეგი არ ექნება. კი ბატონო, მე არ ვამბობ, რომ ეს ამ ხალხს საფუძველი არ აქვს ეს თქვას. ამას კი არ ვამბობ, უბრალოდ კონკრეტიკა გვინდა დავინახოთ, იმიტომ რომ ზოგადი მოცემულობებით დავიღალეთ ყველა. კი, ყველა დაიღალა ყველაფრით და ამისი ალტერნატივა რა არის? მაშინ არ ვიცი, შეგვიძლია რომ მე შემიძლია დავიწყო. არა, მე გეტყვით და საზღვარგარეთ და წავიდე ამ ქვეყნიდან ან გამოცდილებას მაგალითად დღეს ვიყავი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე და აი რა ვიცი, წლების მანძილზე ბევრჯერ მივლია და ბევრი კანონი მომისმენია, განხილვა მიმიღია მონაწილეობა. დღეს იყო უნიკალური ვითარება, როდესაც
მე ძალიან არ შეიძლება ჩემი სირცხვილია, მაგრამ ხდომა მიყავდა აქ ალბატონს, რომელიც მართლა პირველად ნახე. ყოფილა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ვიყავთ, რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადებებით მისული, არავინ არ წაიკითხა, რა თქმა უნდა და იქ სანამ სიტყვას დავიწყებდით, უკვე გონოვნა რომ ნახევარი წუთი მეტი არ თქვათ არაფერი, ანუ არ და იდეაში დებატები არის ხოლმე კომიტეტში, განხილვა. კი, დღეს ბატონმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიცია დაანაწევრა და გამოაცხადა რომ მე ცუდი ოპოზიციონერია, იმიტომ რომ არ ვარ კონსტრუქციული და სხვაები არიან კონსტრუქციული. მეგონა, თავი ბატონ ზარქვა გახარებული დარბოდა კომიტეტში და დიახაც ჩვენ ახლა ვართ უმრავლესობა და დიახაც რასაც გვინდა იმას მივიღებთო და თქვენო გადით ახლა აქედანო. აი თავი მეგონა მართლა სიზმარში, იმიტომ რომ მართლა არც ერთს არ გვინდოდა, არც ჩხუბი, არც კამათი ტელევიზიაზე მივედით განხილვაზე, წინაზეც, ახლაც 4 დღის წინ დაიწერა პროექტი და დღეს უკვე 2 მოსმენით მიიღეს. ანუ და გითხრას რეცი რა არის? ჩვენ ვართ ახლა უმრავლესობა, თქვენ საერთოდ ხმა არა მოიღოთ საერთოდ. ხო, მაგრამ უკაცრავად ახლა რო გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას, ნუ დიდი უკეთესობაც არასდროს არ ქონია, იმიტომ რომ რა ვიცი, როდის იყო. მე დღეს რაც ვნახე, იმაზე უკეთესობა ყოველთვის ქონდა. ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში როდის ითვალისწინებდა რომელიმე პარლამენტი, მე არ ვიცი, ნაციონალურ მოძრაობამ ისე დაამთავრა 2008-2013 ოპოზიცია არ ყავდა პარლამენტში, არა უკაცრავად. მე ვამბობ, აი ჩემი გადმოსახედიდან, ხო? იყო განსხვავება. ოპოზიცია აღარ იყო დილობის გულისთვის მაინც გისმენდნენ. ფორმალურად. ხო, ფორმალურად ნუ შეიძლება მოგისმინონ, მაგრამ გეთახმები რომ ანუ კვალიფიკაციას არ აქვს რომ ითამაშონ დემოკრატია. მე გეთახმები იმაში რომ აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ადამიანის დამოკიდებულება, რომელიც უსმენს დღეს ქართულ ოცნებას და პარალელურად ვიღაც ეუბნება რომ ამ ხალხთან ამაზე უნდა შეთანხმდე და ინკლუზიური პროცესი შექმნა. მესმის ადამიანების სკეპტიკურად. ამიტომ ამბობ, რომ არავის არ ვადანაშაულებ, ვისაც სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა ყოველთვის ჩემი შეკითხვა არის ის, რომ შენ თუ რამეზე ამბობ არა, მაშინ რა, ხო? ანუ რა არის ალტერნატივა? ამიტომ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვუყურებ ამას, რომ რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ამ პროცესის რაღაცა დაწყება გადაწყვიტა, ჩემ ვალდებულებად მიმაჩნია და ყველა ადამიანის ვისაც უნდა რომ რაღაცნაირად მოიძებნოს გამოსავალი, შანსი მისცეს ამ პროცესს. რა გამოვა ამ პროცესიდან? მე პირდაპირ გეუბნები რომ არ ვიცი, მე ვერ დავდებ თავს რომ ამას ექნება შედეგი არ ექნება შედეგი. შესასრულისკენ უნდა წავიდეთ, ამიტომ გითხავთ, რამდენად კი ბატონო სალომე არ არის ერთ-ერთი მოთამაშე, ხო, ამ პროცესში. არ ვიცი, ალბათ პარალელურად წავა ეს რაღაც მოლაპარაკების პროცესი. გამოჩნდება ალბათ 1-2 კვირაში, ხო, რასთან გვაქვს საქმე, შემდეგ შეხვედრებზე, შემდეგ ინიციატივებზე. იქნებ სალომე ზურაბიშვილმაც, რომელიც ახლა ბავშვი მართლა არ არის და მოლაპარაკებებშიც მიუღია ცხოვრების მანძილზე მონაწილეობა, ეს მისი პროფესია იყო, რაღაცა დინამიკა ჩადოს ამ პროცესში და რაღაცა შედეგი, არ ვიცი, ნახოთ. ხო, წინასწარ ვერ ვიტყვით ვერაფერს. ნახოთ, თუმცა პარალელურად ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგები, თავისი ამოცანები, თუმცა ჯერჯერობით ეს ციხის კარიდან სასამართლოს კარამდე მოძრაობს. ეს თქვენი ინტერესი ამპლიტუდა მეტი არ არის. ერთი სასამართლო პროცესი, მეორე ხაზარაძე ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, სააკაშვილის სასამართლო პროცესი, გვარამიას სასამართლო პროცესი. ანუ ძალიან მრავალფეროვანი. მე აი გუშინ ხოდა ძალიან მრავალფეროვანი. სხვადასხვა დარბაზებში მაინც ხო იმართება ეს სასამართლო პროცესი. ანუ აი რა არის დღეს თქვენი ამოცანა მოკლევადიან დისტანციას და გრძელვადიან დისტანციას? ამის კითხვაც კი ცოტა არასერიოზულია, მაგრამ გეტყვი, მაგრამ ჩემი ამოცანა არის, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ანუ ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ ფრონტზეც, გარე ურთიერთობებშიც, გარე სამყაროსთან ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ გავზარდოთ ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ ზეწოლის გარეშე ეს ხალხი საკუთარი ნებით როგორც იქცევა ვიცით და გვინახავს, იმ ზეწოლის პირობებშიც ვნახეთ, რომ ასე ვთქვათ, ხშირად იქცევა ისე როგორც არავის ასე ვთქვათ მოლოდინი არ იყო, ამიტომ ზეწოლას გავზრდით, აუცილებლად გაიზრდება, მათ შორის დასავლეთიდან ზეწოლაც გაიზრდება, არა პირდაპირ ჩართულობით მოლაპარაკებებში, მაგრამ სხვა გზებით. და ამავე დროს საზოგადოებრივი ზეწოლა და წნეხი არ უნდა შესუსტდეს ამ ხელისუფლებაზე. მე ამიტომ ყოველთვის ვამბობდი, რომ აი ეს აბსურდული ფორმულა, რომელსაც არ ვიცი, მხოლოდ შეიძლება ყობახიძის თავში დაიბადოს, რომ ქუჩის აქციები, ესე იგი, ეს რა ქვია, შეწყვიტეთ და მაშინ, ნუ მართლა საოცარი ეს არის, იმიტომ რომ არ ვიცი, დემოკრატიულ ქვეყანაში აქციას რო უგზავნოდნენ ოპოზიციას,
კრიტიკას უგრძელავდნენ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს და რა ვიცი საერთოდ ესე იგი სუნთქვას უკონტროლებდნენ და თან გელაპარაკებოდნენ დემოკრატიაზე, ხო მართლა აბსურდია და ამიტომ ჩვენ ყველანაირი წინააღმდეგობის ფრონტი თუ გნებავთ, უნდა იყოს ყველგან. ამიტომ მე იცი რომ ვცდილობ რომ ყველა აქციაზე მივიდე, ფაქტიურად ყველგან დავდივარ, არ ვიცი შეიძლება 1-2 აქცია მაქვს გამოტოვებული. პარლამენტში ძალიან რთულია, პირდაპირ გეტყვი, რომ 2 ადამიანი ვხედავთ და 3 ხანდახან დარბაზში, მაგრამ იქაც მიმაჩნია, რომ არ უნდა დავუთმო იმას ქართულ ოცნებას თუნდაც ის ბრძოლის ხაზი, საერთაშორისო ასპარეზზე ყველანაირი მეთოდებით ვიბრძვით, სასამართლოში ვიბრძვით და საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა შევძლოთ იმისთვის, ნინო, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ჩვენთან ერთად გაიაზროს, რომ ჩვენ უნდა დავიცოთ ჩვენი თავისუფლება. ჩვენ შეიძლება ეს არის ილუზია, მაგრამ მაინც ბევრი ადამიანი თვლის, რომ დასავლეთმა უნდა თქვას აქ რაღაც საკითხებში მნიშვნელოვანი სიტყვა, გადამწყვეტს არ ვიყენებ სპეციალურად. და თქვენც საუბრობთ ამაზე, ყველა საუბრობს, რომ აი სანქციები, ბოლოს სანქციები უნდა დაადონ ივანიშვილს, სხვა ნუ ხარავინ არ აინტერესებს მას. მე მინდა გკითხოთ, აი ამ კონტექსტში ხაზარაზე ჯაფარიძის საქმე, ავტოწერეთელი, რომელიც არის TV პირველის დამფუძნებელი და ნიკა გვარამია, რომელიც არის ტელევიზიის დამფუძნებელი და დირექტორი, ხო? ჩვენ ველოდებით ყველა მათი სასამართლოების გადაწყვეტილებებს და არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ ეს ადამიანები დააკავოთ. როგორ ფიქრობთ, დასავლეთის რეაქცია, რომელიც სააკაშვილთან მიმართებაში საკმაოდ თავშეკავებულია, მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსები ამბობენ, ექსპერტები, რომ აი მიშა უნდა გათავისუფლდეს, თუმცა რაღაც ესეთი სისტემური განცხადებები ან ზეწოლები ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს და არ მოგვისმენია. იმ შემთხვევაში თუ 2 ტელევიზიის დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტიის 2 ლიდერი კიდევ საქართველოში აღმოჩნდა ციხეში. აი რა შეიძლება მოხდეს მაგალითად დასავლეთის მხრივ? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ძალიან სერიოზული რეზონანსი იქნება ამას, ცხადია, იმიტომ რომ პირველ რიგში მედიასთან მიმართებაში ვიცით რომ განსაკუთრებული ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რაღაცა მობილიზაცია არის დასავლეთის მხრიდან მედიის თავისუფლების დასაცავად. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეს, ახლა ეს საქმე არის იმდენად აბსურდული, ხო? აღარ დავიწყებ ახლა შინაარსში შესვლას, იმიტომ რომ მრავალჯერ არის ეს განხილული. და იმდენად აშკარა არის, რომ 2 მდგენელი აქვს ამ საქმეს. ერთი ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, პირდაპირ ვთქვათ. მეორე ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მდგენელი ამ საქმის, რომ მათ დაპატიმრებას მე პირდაპირ გითხრა, დღეს ვერ ვხედავ ქართულ ოცნებას, საიდან მიაჩნია, რომ საერთოდ აქვს რესურსი, რომ ამხელა პრობლემა, ასე ვთქვათ, დამატებითი პრობლემა დაიმატოს, თუ შეიძლება ესე ითქვას. ამიტომ მე არ ვიცი ეს საქმე რითი დასრულდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული შედეგები ექნება ამას პირველ რიგში სწორედ დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მათ შორის ნათქვამი საკმაოდ ღიად. იმდენად ღიად, რამდენადაც ეს შეიძლება დიპლომატიურ ენაზე ითქვას შესაბამისად ჩვენი მოკავშირე ქვეყნების ელჩებისგან და მათი წარმომადგენლობისგან. ამიტომ ვნახოთ ეს პროცესი რითი დასრულდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა და შემთხვევითი არ არის, რომ ასე ვთქვათ, ამ საქმის დასრულება კიდე გადადეს სპეციალურად რას ელოდებიან პოლიტიკური პროცესი როგორ წარიმართება დასავლეთის რეაქცია როგორი იქნება. ანუ თვითონ ხვდება ოცნება რომ ეს ძალიან საშიში ზღვარია? მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ მათ იციან და არ უნდა ქონდეთ არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, როგორ იქნება შეფასებული ეს საქმე მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ და ეს ნამდვილად იქნება ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ იცით რა, აქ სხვა კონტექსტია, ახლა აღარ დავიწყებ შედარებების მოყვანას, მაგრამ ნამდვილად სხვა კონტექსტია და არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, მე მგონია, რომ ქვეყნის შიგნითაც ცოტათი სხვა, ასე ვთქვათ, დატვირთვა აქვს ამ საქმეს. ამიტომ ვნახოთ, რითი დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დღეს ქართულ ოცნებას ესეთი ესე ვთქვათ, დაკნინებული პოზიცია, როგორც დღეს აქვს დასავლეთში, ვნახეთ, ხო, ჩავიდა პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში და ჩამოვიდა აბსოლუტურად ხელმცარიელია. არაფერი ახალი არ ჩამოეტანა.
როგორ რა უნდა ჩამოეტანა, ესე იგი, ისიც კი ვერ ჩამოიტანა, ისე მხარდამჭერები უსამენ ხას, რომ აი ხო შეხვდა შარლ მიშელს. ხო, შეხვდა, იმიტომ რომ ხო ყველას რაღაცებმა გამარჯობა ხო უთხრეს. უკაცრავად ხო ჯერ მაგამდე არ დროშა ხო არიდო ჩვენი მარტო როგორც ბელორუსის დროშა. ნუ შემდეგ ჯერზე, შემდეგ 3 წელი 2 წელიწადში თუ ეს ვითარება დარჩება და გაგრძელდება ესეთი ვითარება, შეიძლება ესეც აღმოჩნდეს, რომ საქართველოს დროშა აღარ იდგება იქ, იმიტომ რომ ჯერ აქამდე არ მისულა ევროპა, წარუმატებელი სამიტი იყო ჩვენთვის. ეს საერთოდ სამიტი არ იყო ჩემი აზრით, ეს იყო უბრალოდ ფორმალობა, იმიტომ რომ ესე იგი ერთადერთი რაც ახალი ითქვა სამიტზე არის, რომ ცნობად მიიღო ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სურვილი, რომ შეიქმნას კონდეს ტრიო ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. ცნობად რომ მიიღო ეს ფაქტი, განაცხადი, ეს არის თურმე ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ხა ეს არის დაცინვა უბრალოდ ადამიანების ამის თქმა და ხელცარიელი ჩამოვიდა ერთი გზავნილით. დასხედით ოპოზიციასთან, შეწყვიტეთ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და მოძებნეთ საერთო ენა. აქვს ამის რესურსი რომ ეს გააკეთონ. ბოლოს გეკითხებით და უნდა დაგემშვიდობოთ. ოცნებას აქვს ხანდახან მე მეჩვენება რომ მათ უბრალოდ არ აქვთ ამის რესურსი. არ შეუძლიათ. მეც ეს ვუთხარი მაგრამ არ შეუძლიათ. ეს ვუთხარი მე ქართული ოცნების წარმომადგენლებს დღეს პარლამენტში რომ მათ იდენტობის კრიზისი აქვს. პოლარიზების გარეშე და სიძულვილის გარეშე არიციან უბრალოდ ვინ არიან პოლიტიკურად და ეს არის პრობლემა. ეს არის მათ შორის მთავარი გამოწვევა ამ შეთანხმების გზაზე და არა ის რომ მაგალითად სალომე ზურაბიშვილს გულწრფელად არ სურს რომ ეს პროცესი შექმნას. მე მჯერა მისი გულწრფელობის, მაგრამ რა იქნება ამ პროცესის დასასრული არის დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. ნუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შანსი ამ პროცესს არ მივცემ. მადლობა, სალომე სამადაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით გირჩის ლიდერთან, იაგო ხვიჩასთან ერთად. ისიც იყო გუშინ სალომე ზურაბიშვილის სტუმარი რეზიდენციაში და მის მოსაზრებებზე ვისაუბრებთ.